იღუმენი ნიკონი, სიმდაბლე, წერილი მეცხრე. მივიხე შენი სამი წერილი. მადლობელი ვარ, რომ არ გწყენია ჩემი დუმილი. გთხოვ, ნურც მომავალში გამინაწყენდები. არამედ მოითმინე და ყველაფერზე ძველი მამები ვითქვი. უფლისნება რომ ყოფილიყო, იგი მომწერდა ან გააკეთებდა ამას და ამას. და მაშინ მუდამ მშვიდად იქნები. ჩვენი შეხვედრისას, რაც გითხარი, იმას საჭირო ვთვლი, რომ შემდეგი დავსწინო. პირველი, ყველანაირად ეცადე, რომ აღვირი ამოსდო შენს გრძნობებს, ხედვას, სმენას, შეხებას. მაშინ გულის სიტყვებთან ბრძოლას გაგიადვილებს და მრავალ განსაცდელს მეტიც დაცემასაც კი გადაურჩები. როგორც დიდი ცოდვა, ისე შეინანე გრძნობებში დაშვებული ყოველი თავისუფლება, რადგან ეს ნამდვილად დასაწყისია ცოდვისა და ვინ იცის, იქნებ მძიმე ცოდვისაც. მეორე, ნურავისთან ურთიერთობაში ნუ მისცემ თავს კადნიერების უფლებას. ყოველ ადამიანთან ისე მოიქეცი, თითქოს პირველად ხედავ მას. სწორი, მოგრძალებული ქცევა ადამიანებთან და საკუთარი გარეგანი გრძნობების ფლობა მეტად აიოლებენ შინაგან ბრძოლას, რომელიც ჩვენს დროში ძალიან ძნელია. სიმდაბლის, ღვთისშეწევნისა და დიდი სიფრთხილის გარეშე ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია. შინაგანი საქმე სიკვდილამდე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის და ყველაფერში ღვთისნება, ესე იგი სახარების მცნებები შევასრულოთ, რომელშიც ღვთისნებაა გადმოცემული. ამასთან ნიადაგ უფალ იესო ქრისტეს სახელს მოუხმობდეთ შემწეთ. ხოლო რადგან ჩვენ მუდმივად ვარღვევთ მცნებებს, თუ უხეშად არა მსუბუქად მაინც, კიდევაც უნდა შევინანოთ ღვთის წინაშე. უნდა შევინარჩუნოთ გული შემოსრული და დამდაბლებული. უამისოდ მთელი ჩვენი მოღვაწეობა, რაგით მაღალი იყოს იგი, გარეგნულად, არა მარტო უსარგებლო, მავნეც გია, ვინაიდან ამ პარტავნებასა და ზოობამდე მივყავარ და ხუპავს სულს, რადგან ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მისის მადლი. ამბობს წმინდა წერილი. აი ესაა ზოგად შტრიხებში სულიერი საქმიანობის არსი. ხოლო როცა გულწრფელად ღვთის გულისათვის იშრომებ, ბევრი შეკითხვა და გაუგებრობა გაგიჩნდება. მაშინ მომწერე და მე ღვთის შეწევნით შევეცდები წმინდა წერილისა და წმინდა მამების თხზულებების თანახმად გიპასუხო. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი შეგეპაროს, მარტო კანუ დაიწყებ განცდას, არამედ მაშინვე მომწერე შენი ეჭვების შესახებ. გულახთილი იყავი ჩემთან სულიერ ცხოვრებაში, მურაფერს დამიმალა, ხოლო თუ ვერ მენდობი, ესეც მითხარი, არ მეწყინება. მე რომ არ გახვევ თავს ჩემ მოძღვრებას, თვითონ მოდიხარ ჩემთან და სრულიად თავისუფალი ხარ ჩემთან მიმართებაში. თუ სარგებლობას ხედავ, შეგიძლია გააგრძელო ურთიერთობა, ხოლო თუ ვერაფერს პოვებ სასარგებლოს, შეგიძლია განზეც გადგე. მტერი ყველანაირად ეცდება დაგაშოროს ჩემთან. თუ დაინახა რომ სარგებლობას იღებ. თუ საქმეებზე სმოლენსკში ჩამოვალ, შენც მოგინახულებ და ვისაუბროთ. მადლობა გადაეცი მამა თეოდორეს, წერილისათვის და სთხოვე ილოცოს ჩემთვის, ცოდვილისათვის. მიწამდე უხრიქեց და ვევედრები, ნუ მიმატოვებს ლოცვებისა და რჩევების გარეშე. რადგანაც სრულიად მარტო ვარ და არავინ ამყავს რჩევა რომ ვკითხო, ან სულიერი შეწევნა ვთხოვო. საკუთარ თავში მხოლოდ უწესრიგობასა და ყველა მცნებების განუწყვეტელ დარღვევას ვხედავ. დაუცხრომელი ტირილი მართებს, მაგრამ ცრემლები არ გამაჩნია. წინ უნდა უძღოდებ ცხრებს, მაგრამ ძალა არ შემწევს. მის წმინდა ლოცვებსა და თანადგომას ვითხოვ. შენ ცილოცე ჩემთვის, ძვირფასო, შემინდე და ატარე ჩემი უძლურებები, მეც ვეცდები შენი უძლურებები ვატარო.
უფალმან გაკურთხოს და განსწავლოს ყოველგვარ სიკეთეში, მოკითხვა და კურთხევა შენ დებს.